80-იანების ერთ-ერთ ჟურნალში მახსოვს იაზე არის რეცენზია და იქ წერია რომ ესეთი ძარღვიანი სიცილი ქართულ კინოში სხვა არც ერთ ქალმსახიობს არ ქონია. მადლობა რომ ესე თქვენ თუ მანამდე ყველა ამბობდა რომ ცხენივით ცინის. აი და გაკომპლექსებდნენ. მაკომპლექსებდნენ ეხა მე მოგიყვები ამბავს ფილმი რო გადავიღეთ აი ეს მეორე ფილმი გუგული მგელაძის რომ გავრბივარ. ხო სანაპიროზე რო გარბიხარ. ხო? დავპატიჟე ბიჭი რომელსაც ვეპრანჭები. არ მინდა სახელი და გვარი თქვა, აღარ არის ცოცხალი რა. და ეს ბიჭი მოვიდა კიდე მეორე ბიჭთან ერთად, რომელიც აღარ არის ისეც ეხლა ხან გარდაიცვალა. და მე რაღაცა ჭკუაზე არა ვარ, დავპატიჟე ესენი ნახეს ფილმი და ეხა გამოვედი და ეს მეუნება ერთი ვისაც ვეპრანჭები. რა იყო რა ცხენივი დარბოდიო. ანუ მე ქალმაო ჯერო ქუსლი უნდა დადოს და მერე წვერიო. აი რეც დაკვირ ბიჭი გოგორო მოწონს და ამას რო აკვირდება. მე მაშინ აი დავიშალე მარტივ მომრავლებად, იმიტომ რომ მე ვერ წარმომედგინა რომ ეხა ეს ბიჭი მაგრამ აი ესე მოხდა. ხო და მე ისე დავკომპლექსდი. მაგრამ სხვისი აზრი მოქმედებდა, ხო? აი ეგეთ რაღაცები ხება. ხო, ეს წლების განმავლობაში მოდის რომ აღარ მოქმედებს.